ხარჯები გაგვეზარდა, საწვავი გაიზარდა. ამას პლუს ჯარიმები, 10 ლარიანი ჯარიმები, ვიდეოკამერები. ყველაფერი ხარჯი გაგვეზარდა რა ეს. არ თქვენ აღობთ ერთად იმას რომ საწვავის ფასის გაზრდის გამო შეიცვალა თქვენი პირობები, ხო, თქვენი სამუშაო პირობები? საწვავი კი არა, კომუნალურები, ყველაფერი ხო გიზრდება და ტარიფები არის ტარიფები. შუქის გაზრდა მაგალითად. სადღაც გამეიაშო და დიდი წესასწლიანს იაშო. ასე რომ ვთქვი ტარიფის გაზრდას, საკომისიო დაწევას, რომ ეს საკომისიო რამდენია ახლა თქვენ შემთხვევაში? 24%-ამდეა საკომისიო. 30%. 24%. 24 რა საშუალო 24%-ია. თქვენ საერთოდ თუ არა დაკავშირება იმ კომპანიასთან, რომელშიც თქვენ საერთოდ თუ არა დაკავშირებოდით კომპანიას, რომელშიც მუშაობთ? როგორც ასეთი ოფისი არ აქვს. მაგრამ გაქვთ კავშირი ხო ამ ადამიანებთან? ამ შეიძლება ფიზიკური არ არის ოფისი, მაგრამ შეგიძლიათ რომ ეკონდათ. წერა მოწერით SMS-ებით რაღაცას ვცდილობთ, მაგრამ პასუხს ვერ ვგებულობთ ვერანაირად. ან არანაირი პასუხი არ მიგიღიათ. ვერანაირი პასუხი.